მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები. სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. მალე ოზურგეთში აღმაშენებლის ქუჩაზე ტროტუარების მოწესრიგება და გარე განათების მონტაჟი იგეგმება. აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაციისთვის რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1.300.998 ლარი დაიხარჯება. აღნიშნული პროექტის განხორციელებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშეს ხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს. პროექტის საკრებულოს წევრებს მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსმა გოჩა აბაშმაძემ გააცნო. საკრებულოზე გადანილი იყო საკითხი რეგიონში განსახორციელებელი პროექტი და დასაფინანსებელი პროექტი, რომელიც უნდა განხორციელდეს, რა თქმა უნდა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და ეს პროექტი არის აღმაშენებლის ქუჩაზე, განათებისა და ტროტუარების კეთილმოწყობა, რომლის ღირებულებაც არის 1.300.998 ლარი. ჯერჯერობით უცნობია პროექტის განხორციელების ვადები. თუმცა როგორც გურია ტივისთან სტუმრობისას იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ მარიკა ჩხიკვიშვილმა გითხრა, პროექტზე ტენდერი მალე გამოცხადდება და ხსენებული ქუჩის რეაბილიტაციაც მალე მოხდება. არის აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაციას, რომელიც 1.300.000 ლარზე არის გათვლილი და ეს ეხება აღმაშენებლის ქუჩის, ესე რომ ვთქვათ, ქვეითა მოსიარულე ბილიკების რეაბილიტაციას, ასევე ტროტუარების რეაბილიტაციას, ასევე გარე განათების ახალი ქსელის მოწყობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რადგანაც წლების განმავლობაში მოსახლეობისთვის ეს იყო დიდი პრობლემა. თან ერთ-ერთი მთავარი შემოსასვლელი ქუჩა არის ოზურგეთისთვის. საპროექტო სახარჯაღრიცხვა დოკუმენტაცია მომზადებული არის. უკვე არის ტენდერის გამოცხადების ეტაპზე, გამოვლინდება გამარჯვებული და ამის შემდგომ უკვე დაიწყება აღნიშნული ქუჩის სრული რეაბილიტაცია. 2024 წლის დეკემბრის აქციების დროს დაკავებული 11 პირი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თია ლეონიძემაც დამნაშავედ ცნო. მან პირველი ინსტანციის განაჩენი უცვლელად ძალაში დატოვა. საქმეზე მსჯავრდებულები არიან ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ერიშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი. მსჯავრდებულებს ორ-ორი წლის თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი. ისინი სასამართლომ ჯგუფური მოქმედების მონაწილეებად მიიჩნია. გამართლდა ის მოლოდინი, რაც ჰქონდა, რომ აბსოლუტურად არაფერი არ შეიცვალა. თავიდან ესეთი განწყობა ჰქონდა, რომ არც შემცირება, შეიძლება და 6 თვე მოეკლო, შეიძლება ცოტათი მეტი. მაგრამ ესეც ვფიქრობდით, რომ არაფერი არ მოხდებოდა ჩვენთვის სასიკეთო ყოველ შემთხვევაში. უბრალოდ იყო პროცესის გამო, რომ დაენახებინათ, რომ რაღაცა ხდება. სხვა მოლოდინი არც არსებობდა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვადევნებთ ალყურს აგერ უკვე თითქმის წელიწადნახევარია ამ უსამართლობას და ეს უსამართლობა უფრო მეტად რომ არ შეხებოდა ფართო საზოგადოებას, ზუსტად ამიტომაც დახურეს სასამართლოს ხდომები. რაც შეეხება ანდროს და ბიჭების საქმეს, აქ გამომძიებელმაც კი საერთოდ ვერანაირი მტკიცებულება ვერ მოიტანა იმის, რომ ეს იყო ჯგუფური დანაშაული და ერთადერთ ჯგუფურ დანაშაულს ხედავთ ჩვენ ამ ყველაფერში, ეს არის სახელმწიფოს მხრიდან. მოლოდინი იმის, რომ გადაწყვეტილება შეიცვლებოდა, ან თუნდაც სასჯელის ნაწილში შემცირდებოდა, არც ჩვენ და არც მსჯავრდებულებს არ ჰქონდათ. თუმცა სამართლიანობა და სამართლიანობის პრინციპი მოითხოვდა, რომ გადაწყვეტილება უნდა გაუქმებულიყო, ის მიღებული გადაწყვეტილება, რაც პირველ ინსტანციაში ჰქონდა, სულად იყო აბსურდული და დაუსაბუთებელი. როდესაც ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ მოსამართლე მხოლოდ განაჩენს აცხადებს და ელემენტარულ განმარტებასაც არ აკეთებს, მინიმალურს მაინც, რატომ იზიარებს ეს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების მსჯელობას, ეს მიმანიშნებელია კიდევ ერთხელ იმის, რომ ზოგადად მასწავლებლობა საქართველოში არის ფორმალური. ჩვენ აუცილებლად ამას ისევ იმიტომ, რომ ფორმალურად მოითხოვს ეს პროცედურა ამას, ჩვენ უზენაეს სასამართლოში გავასაჩივრებთ განაჩენს და შემდგომ უკვე ადამიანს უფლებათ ერგულს სასამართლოში, რომელიც ამ რეალობაში, როცა ქვეყანაში არ არსებობს სამართალი, არის ერთადერთი ეფექტური გზა იმისთვის, რომ იპოვოს იმედი.
ცვლილებები შედის უმაღლესი და ზოგადი განათლების შესახებ კანონში. მსჯელობა განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტზე შედგა. კანონპროექტის თანახმად უცხოეთში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების ფუნქცია სრულად ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებს გადაეცემა. ინიციატივა არ გავრცელდება ატესტატების აღების შემთხვევაში. სახელმწიფოს მიერ აღიარებული იქნება 2010 წლის 1 სექტემბრამდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ დაწესებულებების აკრედიტაციის მიუხედავად, ცვლილებები შედის კრედიტებთან დაკავშირებითაც. განათლების მიმართულებით მოგეხსენებათ მიმდინარეობს რეფორმასთან ერთად მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც ერთის მხრივ ამცირებს ბიუროკრატიას, კიდევ უფრო მოქნილს ხდის განათლების სისტემას. საბოლოო ჯამში ეს ცვლილებები, რაც არის, პირველ რიგში ემსახურება სტუდენტების საუკეთესო ინტერესს, ერთის მხრივ რომ მათ გაუმარტივდეთ პროცესები, მაგრამ ასევე იყოს ხარისხი უზრუნველყოფილი და ამ ხარისხთან ერთად სახელმწიფო პასუხისმგებლობას იღებს იმ გაცემულ დიპლომებზე, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტებისგან იქნება შესაბამისად ხარისხი, იქნება უზრუნველყოფილი, ამაღლებული და ამასთან ერთად სტუდენტს ექნება შესაძლებლობა, რომ ძალიან დროულად მოხდეს მისი ინტეგრირება შრომის ბაზარზე. დედაენის დღე განსაკუთრებულად იზეიმეს ოზურგეთის ნომერ 3 საჯარო სკოლაში. სპექტაკლი იავნანამ რა ქნა მეხუთე კლასელებმა დიდი პასუხისმგებლობითა და საუკეთესო ინტერპრეტაციის წარმოადგინეს. დღეს ოზურგეთის ნომერ 3 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი წარმოდგენა იავნანამ რა ქნა იხილეს სტუმრებმა, რომლებიც მეხუთე კლასის მონაწილეობითა და ქართული ენის პედაგოგის მაია გოგუაძის სცენარით, ზურაბ დარჩიას ქორეოგრაფიით, ნინო ლომთაძის და მაია თანდილაშვილის მხატვრობით შედგა. იაკობ გოგებაშვილის ყველასათვის საყვარელი და სენსიტიური მოთხრობა საინტერესოდ გააცოცხლეს მეხუთე კლასელებმა. ქეთოს ბავშვობა, მშობლებთან გატარებული წლები, ბაწვილქალობა, მოტაცება და ლეკ-ქალად ქცევა. შემდეგ კი მშობლებთან დაბრუნება და სიმღერის და ქართული სიტყვის ზალა კიდევ ერთხელ შეგვაგრძნობინეს პატარა მსახიობებმა. დედა! მამა! მუსიკასა და ქორეოგრაფიას ოსტატურად ერწყმოდა ვერბალური ნაწილი, რომელსაც პატარები მთელის მონდომებით და პასუხისმგებლობით ასრულებდნენ. სპექტაკლის დასაწყისიდან წარმოდგენის ბოლომდე მაყურებლის მზერა სცენისკენ იყო მიმყრობილი, რომელიც ბოლოს უწყვეტი აპლოდისმენტებით დასრულდა. მე და ჩემი კლასელებს ძალიან ბევრი შრომა გვაქვს ამაში ჩადებული და ჩვენს მასწავლებლებსაც ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ ეს მე შევძელი, როგორც შევეძლო. ჩემი ემოციები გამოვხატე, რაც შევეძლო, ყველანაირად მეცადეთ, ყველა ძალიან მაგარი ბავშვი არის. ჩვენ ძალიან გვეხარია, ჩვენ და მე და ჩემი კლასელები ძალიან გვეხარია, როცა ჩვენ ერთად ვაკეთებთ იმ საქმეს, რაც ყველას მოსწონდა წარმოდებას მოგწევს. ძალიან გვეხარია, ძალიან ყოფილები ვარ, ცოტა კი ვნერვიულობდით, მაგრამ მაინც გამოგვიდეთ ბოლოს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო ჩემს ქართულის მასწავლებლებს, რომ ამდენი შრომა, სცენარი დაწერა და ჩვენ ეს სპექტაკლი გაგვაკეთებინა. ასევე ზურა მასწავლებელსაც. საპასუხისმგებლო იყო და ძალიან სახალისოც იყო ეს სპექტაკლი. ამავდროულად ჩვენ სკოლას მოუტანეთ, ვეხმარებეთ, რომ განვითარდეთ და კარგი გამოცდილება იყო. ეს გაცდა იყო ისეთი, რომ სიტყვებით აუწერელი იყო, თან ნერვიულობდით და მეგონა რომ რაღაცები შეგვეშლებოდა რაღაც და ანუ ისეთი გაცდა იყო, რომ ან მოგეწონა სპექტაკლის და მოგეწონა ნაწარმოებიც და გაითავისე როლიც. ძალიან ემოციური დღე იყო ჩემთვის. უდიდესი მადლობა მინდა პირველ რიგში ბავშვებს გადავიხატო. აი ნამდვილად მაქსიმუმი აჩვენეს და რა ვიცი, ჩვენი ქორეოგრაფი და ქალბატონი მაია იყო საოცარი, დიდი შრომა ჩადეს და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება პირველი ნაბიჯები ამათვის და კიდევ უამრავი დიდი სიამოვნებები გველოდება. დღეს არაჩვეულებრივი სპექტაკლი ვიხილეთ, რომელიც ქართული ენის დღეს მიუძღვნა მესამე საჯარო სკოლამ. აქ ფაქტიურად მთელი კვირეული მიმდინარეობდა, როგორც აქ ამ სკოლაში, ისე ეს კვირეული ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ყველა სკოლაში გვაქვს.
სასიამოვნოა, რომ ბავშვები ამასაკიდან იწყებენ ენის გაფრთხილებას, ენის მოფერებას, ენის დაცვას, ენის პოპულარიზაციას. მე წარმატებები მინდა უსურვო მათ და ქართული ენა რამდენად ძვირფასია ჩვენთვის და ეს ჩვენი იდენტობა რომ არის, ერთხელ კიდევ გაესვა ხაზი. ჩვენი სკოლა უერთდება ქართული ენისადმი მიიძღვნილ დღესასწაულს. მთელი კვირის განმავლობაში სკოლაში იმართებოდა სხვადასხვა სახის აქტივობები, ღონისძიებები, გამოფენა, კონკურსები, ვიქტორინები და დღეს სპექტაკლით გამოვეხმაურეთ ქართული ენის დღეს. აი ეს ბავშვები დაინახსოვრეთ, ისინი თავის სიტყვას იტყვიან არა მარტო ჩვენი სკოლის, ქალაქის, მთელი ქვეყნის ისტორიაში. ნამდვილად სიტყვაში განცხადებული ენაი ქართული ნამდვილად მეტყველებდა და ამბობდა თავის სათქმელს. მათ თქვეს სათქმელი, რომ ქართული ენა ხმათა ახალმეტების დაღმართების ენაა და ისინი იმდენად ბედნიერები იყვნენ, რომ მადლობა თითოეულ მათგანს, აი ამ ასეთი შემოქმედებითი ნიჭის, საკუთარი უნარჩვევების გამომუშავებისთვის და მადლობა ყველას. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქეები 2000 წელს დაბადებული ვმ და იმავე წელს დაბადებული ნუ დააკავეს. სამართალდამცავებამ ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილმდებარეობიდან ნივთკიცება დამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მეთადონი და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო საპატრულო პოლიციის, თბილისის პოლიციის, აჭარის პოლიციის და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა ტარების ფაქტზე 4 პირი დააკავეს. სამართალდამცავებმა ბრალდებულების პირადი საცხოვრებელი სახლების, ასევე სახელოსნოს ჩხრეკის შედეგად ნივთკიცება დამოიღეს სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 226 მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ახლა ჩვენს ეთერში ამინდის დროა. ხვალ საქართველოს მთლიან ტერიტორიაზე თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ხვალ ჰაერის ტემპერატურა ოზურგეთში 22 გრადუსამდე გათბება. ჩოხატაურშიც ასევე 22 გრადუსი იქნება. რაც შეეხება ლანჩხუთს, აქაც ჰაერის ტემპერატურა ხვალ დღისით +22 გრადუსი იქნება. რაც შეეხება კურორტებს, ურეკში 20 გრადუსია ნავარაუდები, ბახმაროში კი +12 გრადუსი. დედაქალაქში კი ხვალ ჰაერი 18 გრადუსამდე გათბება. ეს გახდა ჩემხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.